სამი ტყუპი ძმა გიორგი, გაბრიელ და ნიკოლოზ ცინდელიანები არიან ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმრები. ოგზადით ბიჭებო. აუმარჯოს, ოგზადით. ბიჭებო, მოგესალმებით. მოგესალმებით, როგორ ბრძანებით? კარგად, დიდი მადლობა თქვენ, რომ მომზადით ჩემთან. ჩვენი ფეხის ქვეშ სტუდიაში. ამინ, თქვენი პირველი სტუმრობა. სხვათა შორის, სამი ტყუპი ძმა უნდას მოცეკვავე. ადრე მყოლია სტუმრად, მაგრამ მოღელები პირველად ყავს და ძალიან მიხარია ჩემო ბატონო. ისი რა მიხარი? ტყუპები კი ხართ, მაგრამ უფროსი რომელია თქვენში? მე ვარ უფროსი. უფროსი, რამდენი ხნით? ნიკოლოზზე ვარ 20 წუთით და გაბრიელზე 9 საათით უფრო დიდი. უფროსი კაცია და პატივსაცემი. როცა არ მიჯერებენ და ნერვებს რომ მიშლიან, ზოგჯერ ეუბნები დიდებს დაუჯერეთ მეთქი. ცირარი, ტყუპები ზოგჯერ ძალიან გვანან ერთმანეთს. თქვენ ძმები რო ხართ, კი მიხვდება ადამიანი, მაგრამ ალბათ ბევრი არ იჯერებს. არის ხოლმე ეგეთი მომენტი, რომ ტყუპებზე ეჭვი ეპარებათ ხარ თუ არა? ტყუპები არ ვართ, მაგრამ პატარაობაში რომ ვიყავით, აი გავდით საკმაოდ ერთმანეთს, მაგრამ ეხლა რომ გავიზარდეთ, საერთოდ აღარ გავართ ერთმანეთს. გონიათ რომ უბრალოდ ძმები ვართ და მე ვარ უფროსი, ნიკოლოზ შუათანა და გიორგი პატარა, მაგრამ სინამდვილეში პირიქით არის. იცი რა მითხარი? ასია ცნობილი რომ ტყუპებს ხშირად ერთი და იგივე რაღაცები უნდებათ და ეკრებიან, აი დედამშია სამივე ერთად გაყვედით ხოლმე თუ როგორ არის? დიახ. მაგალითად შიმშილზე მარტო არა, მაგალითად გაბრიელი როცა ცუდად გძნობს თავსან თავით ტკივა, ფეხით ტკივა, მეც ტკივა და ნიკასაც ტკივა. მართლა კაცო? დიახ. ვიღაცას რაღაც მოუნდება, ყველას ერთ დროდ მოუნდება და ვეუბნებით ერთმანეთს რომ ერთად უთხრა დედას თქო. და ზოგჯერ ამ ერთ დრო მონდომებასაც ხანდახან კამათი მოსდეს. კი? დიახ. თქვენ ჩოხები ძალიან გიხდებათ, მადლობა. მაგრამ არაფოლოდ გარეგნული ნიშნით, შინაარსითაც სავსეა თქვენი დამოკიდებულება ჩვენს ეროვნულ ტანისამოსთან. პირველ რიგში ჩოხა არის ქართული ეროვნული სამოსი ჩვენი. ჩოხა არის ქართველობის და ქართული სულის გამოხატულება. გეთანხმები ნამდვილად ასეა. და თან თქვენ მართვეში მღერით, ხო სწორია? დიახ, ჩვენ ვართ მართვეს წევრები. ჩვენ ჩოხა მეორე იმიტომ გვაცია რომ ჩოხა არის მართვეს საქართველოს ეროვნული სამოსი და ჩვენ ვართ მართვეს წევრები. მართვეში მღერით და ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის, როცა ჩოხა გვაცვია. და მართვეში არა მარტო ხალხური სიმღერები, იქ მუსიკალურ მთლიან კომპლექსურ განათლებას ვიღებთ. სოლფეჯიო, რომელსაც გვასწავლის ნინო ჟღენტი, ჩვენი არაჩვეულებრივი მასწავლებელი. ჩემი მეგობარი კი ძალიან მიხარია. გვასწავლის ფორტეპიანოს არაჩვეულებრივი და ნამდვილი პროფესიონალი ქალბატონი თამუნა ჩოთირიძე, დირიჟორობას სწავლობდით ომარ ბურდულთან და ასე შემდეგ. შესანიშნავი კონტინგენტი, შეუბადო, მადლობა თქვენს პედაგოგებს, მადლობა. და მომენტით მე დავისარგებლო და უდიდესი მადლობა უთხრა მართვეს პედაგოგებს, რადგან ისინი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და ბავშვებს ხალხურ სიმღერებს აყვარებენ და ასწავლიან. ნამდვილად ასეა და ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენთან ერთად. მადლობას ვეტყვი აც განსვენებულ უდიდეს პიროვნებას. ბატონ აზორ ერქომაიშვილს, რომელიც 85 წლის საიუბილეო წელია და აი მართლაც აი გრანდიოზული საქმეა გაკეთებული, რომ მან უფროსა უკვე მერამდენი თაობა არამხოლოდ ეუფლება ხალხურ სიმღერას, არამედ თქვენ მსგავსად სწორედ აი ქართულ ფესვზე იზრდება და დიდი მადლობა ბატონ აზორს აი ყველაფრისთვის. ბატონ აზორთან ერთად ბატონ რამინ მიქაბერიძეს და ყველას ვინც აი დიდ საქმეში მონაწილეობს წლების განმავლობაში. ახლა საუბარი ძალიან კარგია, მაგრამ როგორც ერთ კახურ სიმღერაშია ნათქვამი ურ საიჭამენ და ღვინოს მენ სიმღერას არ იტყვიანო. მოდი სიმღერას ვთქვათ და შევაშველოთ აქვე. აი თუნდაც პატარა ფრაგმენტი რომ წაიმღეროთ, რასაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. ოჩეჩხეიდა ხვარიელი
ვორერა ვორერა შორეროშა ვორერა ვორერა შორეროშა ვორერაიდა რეროშა შვარაიდა ვორერაიდა რეროშა შვარაიდა აი ხარეთ ძალიან კარგი თქვენი ნიჭი არ იფარგლება მხოლოდ და მხოლოდ მუსიკალური მიმართულებით და ხშირად მithქვათ მათ შორის ჩვენ შოუშიც რომ მუსიკა და კარატე ერთად ძალიან კარგად მიდის მეთქი და ბატონო აი ეს სამი ვაჟკაცი ამის დასტურია იმიტომ რომ სიმღერასთან ერთად ისინი კარატესაც ეუფლებიან და წარმატებებიც აქვს ამ მიმართულებით და მითხარით თქვენ კარატესთან დამოკიდებულებაზე ჩვენ კარატეზე როდესაც შევედით სხვათა შორის დიდი ხანიც არ დაგვჭირდა სადღაც 2 თვეში 3 თვეში უკვე მესამე ეტაპზე ვიყავით ქამარის ქონდა ყვითელი ქამარი აღებული ჩვენიერი შედეგია 2-3 თვისთვის მით უმეტეს დიახ რა თქმა უნდა შემდეგ რაღაც ტრამვების შედეგად დიდი პაუზა ავიღეთ და სანამ ამ პაუზას ავიღებდით გიორგის ქონდა ფეხის დაზიანება შემდეგ რომ გააგრძელა კარატე 2 გაკვეთილიც არ იყო და საერთო შეჯიბრზე გაიყვანეს რას ვაპარაკო ვიქარი მე როგორ წარიმართა გამავი ჯერ ზედმეტად ნაადრევად მივედი და კულისებში ველოდებოდი ასეთი იყო სადაც ემზადებოდნენ ტატამიც იყო და ვარჯიში იყო და რო გავედი 2 რაუნდი იყო 1 რაუნდი მოვიგე და 1 რაუნდი სამწუხაროდ წავაგე და ჩემმა მასწავლებელმა პირადად მე მითხრა რომ მიუხედავად იმისა რომ ფრედამთავრდა მასწავლებელი ჩემთან მოვიდა და მითხრა სულ ასეთი აღმაფრენით და ასეთი თავდაჯერებით იჩხუბეო ძალიან კარგი სიტყვები უდგომ და სწორი მიმართულებით გაუქმნებებითად. თან ამიდა კითხოთ. კარატეში ესეთი ახტომები, ჩვეულებრივი ამბავია და ნახტომში დარტყმები და ასე შემდეგ, ხო? და ეს ნახტომები თქვენ არც მუსიკაში გიჭირთ, იმიტომ რომ პირველიდან მესამე კლასში გადაგახტუნეს და მერე მესამე და მეხუთეში, ხო? დუასწრებით თუ როგორ იყო? პირველიდან ეგრევე მეხუთეში გადაგვახტუნეს. პირველიდან პირდაპირ მეხუთეში გადაგახტუნეს. ხო, დაახლოებით 2 თვეში ჩაგვაცეს ჩვეხები და მერე კონცერტებზე გავისწრებთ. ბატონო. ნიჭიერი ხალხი. იფასო მეგობრებო, აი ამ სამმა ვაჟკაცმა ეს რაღაც ჩაიფიქრა და თან ახორციელებენ თანაც პერიოდულობით, რომ ხანდაზმულ ადამიანებთან მიბრძანდებიან და პანსიონატებში უტარებენ კონცერტებს. მითხარით ეს ამბავი როგორ არის და ეს პროექტი, ჩვენი პროექტი, მოვაფეროთ ბებიებს და ბაბუებს, დავიწყეთ გასულ ზაფხულში. და რამდენიმე ხანდაზმულ პანსიონატს ვესტუმრეთ, ჩავატარეთ მინი კონცერტები და როგორც ვთქვათ, მოვაფერეთ ბებიებს და ბაბუებს. ჩვენ კიდევ გავაგრძელოთ ეს პროექტი, წავიდეთ ბევრ პანსიონატში და მოვაფეროთ ძალიან ბევრ ბებიებს და ბაბუებს. გენაცვალეთ თქვენ, მინდა გთხოვოთ, რომ აი ერთად გადმოგზავნოთ ჩვენი შოუს სცენაზე, მოგაწოდებთ მიკროფონებს და შეასრულეთ ერთი სიმღერა, რომელიც მე განსაკუთრებით მიყვარს, აი თქვენს მიერ შესრულებული სიმღერებიდან. აბა გთხოვთ. ოქროსფერი ყანები საყვარელო მამულო კოცნი გეთაყვანები
ჩვენი სტუმრები იყვნენ ძმები ცინდელიანები წარმატებები უსურვოთ მათ